ინვესტიციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემოვიდა განცხადება საკრებულოს წევრების 12 ადამიანის ხელმოწერით, რომლებიც ითხოვენ რიგარეშეს ხდომას. რიგარეშეს ხდომას საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი არის ესეთი. ბატონო ავთო, თქვენ გიჩვენებთ საკითხს და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, რის საფუძველზე დააყენეთ ჩემი ფიჩმეტის საკითხი და რის საფუძველზე დაერთანხმეთ ამას. ეროვნული თუ პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო თუ რატო რა მიზეზით გააკეთეთ ეს არჩევანი? ბატონო მოჩვენე. პირველად ძალიან დიდ პატივს ვქცევდა ყველა ჩვენს კოლეგას აქ იმყოფებით. და პირადად ჩვენს რაიონის ხელმძღვანელობას, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ დღეს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. პოლიტიკური ვითარება და ნამდვილად ხაზგასმით დაახსნა, რომ ის პოლიტიკური ვითარება, რაც 1 ოქტომბრამდე იყო, ძალიან ისეთი პოლიტიკური ვითარება იყო, რომელიც საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად და ცხადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ვითარების მიმართ. ეს ახლა არ არის ახალი და ეს ყველა ვიცით და მთელმა საქართველოს გააკეთა არჩევანი და საღი არჩევანი და მე მივასალმები იმ არჩევანს, რაც საქართველოს ხალხმა გააკეთა. მივედით მაინც ბოლოს იქამდე, რომ ეს უნდა დაგაფიქსირებინა ჩვენ. რატო ზეწოლა იყო თუ რატო უნდა დაგაფიქსირებინა? პოლიტიკური ნიშნის გამო, ხო? ძალიან შვიდი ლაპარაკი და ძალიან ესეთი რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ გარემოებიდან. ხო და მე რაიონის ინტერესებს ეწინააღმდეგები რამეს. არა. გერიმევრიანის დაპატიმრებას უთხარით არა. გაკმაყოფილებ? ნელიდავრიანის რომლის დაპატიმრებას თავმჯდომარეობასაც ხელი არ მოაწერეთ თქვენ. ამას უთხარით არა ჩვენ. და თქვენ ხელისუფლებას, რომლებმაც დააპატიმრეთ უდანაშაულო ქალბატონები. აი მას თქვა არა ხონეთო. უმცროსი ბავშვი, როდესაც საზოგადოებრივ ტელევიზიასთან აქციები იყო, დაიჭირეს, 10 არ გაუკეთებიან ის თხემში, 10 არ გაუკეთება, დაიჭირეს, ძალით ნეფსი გაუკეთეს, 10,000 ლარი გირავ გადავიხადეთ. ახლაც რა არის ამდენ მაგას? არის ამდენ ახლა მაგას? ბატონო ავთო, თქვენ შეგეძლოთ ეს ყველაფერი, სანამ ეს კრიტიკული მომენტი გაძლებოდა, არ გეღალატა. არ გეღალატა. დაგიცავთ თუ მაშინ პირობის მოუხდით იმას დაპირა ფისოს თუ იმას არ მიცემთ დაპირა ოცების დო ოილია ეგა გოჩა ზეწოლა რო ხდებოდა იმ ოჯახებზე უარყოფ მაგას პაჩებზეც ზეწოლა თუ ხდებოდა გამიმოგება მაშინ ხმა და მოეღო იმასთან მე არ ვიცი მე ვიყავ იზერწოლი შენზე ამ იმასე მე ვაკეთებ ზეწოლა აბა რა გინდა რომე ფაქს უარყოფ შენ რო იყო იმიტომ შენ შემსწრეხარი ზეწოლის რომელი ზეწოლის შემსწრევა გასაგებია ძირთადი გუნდესები მე ვიყავ ზეწოლის მონაწილეები იმასე გოჩა რეგიონი შენ იყავი მე ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე ხალხის არჩეული და მე ვიდექი ხალხის გვერდში დავდგევარ დღესაც და დავდგები ყოველთვის იყავი სამწუხაროდ ვარ და ვიქნები ვიყოთ კოლეგიალურები არ დაუშვათ ის შეცდომები რაც ჩვენ წინამორბედებმა და იმათ წინამორბედებმა დაუშვათ ყველა ის თემა რაც მოსახლეობის მოსახლეობისთვის იყო საჭიროებო და აუცილებელი ყველა ის თემა გადაჭრის პირას და ზღვარზე მიდგა დღეს თქვენ შეგიძლიათ ხელმოშლება საგრძელო თქვენს მოვალეობას მე ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემ ხალხს და დღეს ამის საკითხაც ვემსახურები ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს როგორც რიგითი ადამიანი საკრებულომ ჩაატარა პირველი დამოუკიდებელი სხდომა, როდესაც არ ხდება გოროზიას და მისი ბანდის დიქტატი. და საკრებულოს წევრები თავისუფალი იყვნენ მათ არჩევანში. ჩემი პრიორიტეტი ამ წლების განმავლობაში იყო სვანეთის მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი აზრის გამოხატვის. ვაკეთებდი დღემდე და დღესაც ვიქნები დამცველი და მათი ყველა ინტერესის, რაც კანონის შესაბამისად იქნება.